გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. საქართველოს ხელისუფლების უწყვეტი კრიტიკის პარალელურად ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის რეგულაციები გაამკაცრა. გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, როგორია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი მხრიდან მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ მოწოდება შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია. შალო პაპუაშვილი ამბობს, რომ ძალადობის არ დაგმობა მომავალი ძალადობის წაქეზებაა. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ამ თემაზე კომენტარიც გააკეთა. სოფო ბერიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში და მისგან უფრო მეც გავიგებთ. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელმა განცხადებამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გასულ წელს გაკეთებული გზავნილი უფრო ზუსტად რადიკალიზაციისკენ მოწოდება გახსენა. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის შემდეგაც კი შვედი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1 წელია თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება. ეს განცხადება საქართველოს პირველი კანონმდებლისთვის ფარისევლობა და მომავალი ძალადობის წაქეზებაა, რადგან მარია სტენეგარდის გზავნილში ძალადობის დაგმობა არსად იკითხება. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ. ისინი ამას ძალადობის, დაპატიმრებებისა და მზარდი რეპრესიების პირობებში აკეთებენ. შვედეთი თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. სხვადასხვას მithქვას, რომ რა შეუკვეთეს და რა ჩამოგვივა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ევროპაზე და უპირველეს ყოვლისა საუბრობთ ჩვენ ევროპაზე. ჩვენ შვედეთის ევროპაზე კი არ ვსაუბრობთ, ან იმის საქმე ჰოლანდიის ევროპაზე. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპაზე, რომელიც ჩვენი შექმნილია მათ შორის. ზოგს არჩევნები არ იცოდა რა იყო, ჩვენთან რომ არჩევნები ჩატარდა 1919 წელს, რომ ევროპას ნუ გვასწავლის ნურავი. ნურც ერთი დედაქალაქი ჩვენ ევროპას ნუ გვასწავლის. სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია აუხსნათ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამ სანამ შვედეთის მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გაემიჯნება და არ დაგმობს მისი ხელისუფლების წარმომადგენლის ერიკ ოტოსონის მიერ 2024 წლის ნოემბერში მაიდნისკენ მოწოდებას აი აქ რუსთაველზე მდგომი ხალხის მიმართ, მანამ სანამ ისინი ამას არ დაგმობენ, ყველაფერი დანარჩენი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით არის ფარისევლობა. დასავლეთიდან ასეთი მქუხარე და ხმამაღალი განცხადებები რო ისმის, ეს იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ადგილობრივ რადიკალებს შემოაგდათ ძალა, შემოაგდათ მაცოცხლებელი ენერგია და ამისთვის საჭიროებენ ყოვლად ობიექტურობისგან დაცდილს, ტყუილებზე და სიცრუეზე აგებულ ხარდაჭერას, რომ მამაცი ქართველი ხალხის ნახოთ უნდათ 17 მაისს ნახონ თბილისის ქუჩები, ნახონ გამოსული ქართველობა, ნახონ ეროვნულ ღირებულებებს, როგორ იცავს ქართველი ხალხი, ხოლო ეს ერთი მუჭა რადიკალები ყოველდღიურად რომ მიდიმოდიან რუსთაველის გამზირზე, ისინი ვერაფრით ვერ ასახავენ ქართველი ხალხის ნებასურვილს ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელითაც კი. ოფიციალური თბილისი ამბობს, რომ ყველა უტიფარ ფარისევლობას იქნება ეს შვედეთიდან თუ ნებისმიერი ევროპული ქვეყნიდან საქართველოს არგუმენტირებულ პასუხს გასცემს. ხელისუფლება ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს გაემიჯნონ საქართველოში ძალადობას და ბოდიში მოუხადონ ქართულ საზოგადოებას ძალადობის წახალისების გამო. ეს სოფო ბერიძე იყო. საქართველოს ხელისუფლების უწყვეტი კრიტიკის პარალელურად ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის რეგულაციები გაამკაცრა. ევროპარლამენტარი ტიერი მარიენი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ანაზღაურებადი ლობიზმის კონტროლის მიზნით საერთო რეესტრის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა, ამბობს, რომ დოკუმენტი იმ კანონს გავს, რომელიც საქართველომ 2 წლის წინ მიიღო. ევროპული სტრუქტურების ორმაგ სტანდარტზე ამახვილებენ ყურადღებას თბილისშიც. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად კანონის მიღება სწორი გადაწყვეტილება იყო და რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ ფარისევლობა. ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც
სხვას ედავება, იმას ასაც თვითონ აკეთებს. თითქოს უნდა შეფუთა უსმინეთ დისკუსიას, თითქოს არ ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, არ ეხება NGO-ს, როგორ გეკადრებათ. ეხება ყველას, ვისაც ჩათვლიან, რომ ლობიზმით არის დაკავებული და რა არის? აბა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ლობიზმით არ არის დაკავებული? სად აძლევენ ჩვენებას კონგრესებში და სხვა ქვეყნის პარლამენტებში ჩვენებებს რო აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ და უცხოური დაფინანსებით რო ცდილობენ თავს მოგახვიონ სხვადასხვა რეგულაციები. ამის ადამიანს წაკიდონ ბრიუსელის დაფინანსებით, პირდაპირ ამხედრეს ხელისუფლების პარლამენტის წინააღმდეგ საკუთარი დაქირავებული NGO-ები, შარშან გახსოვთ ლამის პარლამენტის შენობა გადაწვეს, მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს და ახლა თავად მშვიდად საკუთარ ინტერესების გასატარებლად ლობიზმის გამჭვირვალობას ითხოვენ. ზუსტად ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა და ახლა კეთილი ინებოს ბრიუსელმა და დაემორჩილოს ქართულ კანონმდებლობას და ფარულ დაფინანსებას შეეშვა. ერთი წლის წინ გააჩერეს ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის და დირექტივის მიღება, რომლის დასაბუთებაშიც პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ თუ ევროკავშირი მიიღებდა აღნიშნულ კანონს, მაშინ ისინი ვერ გააკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას. ეხლა როგორც ჩანს, გრძელდება აღნიშნული საკითხის განხილვა და თითქოს გამჭვირვალობა ეს მნიშვნელოვანი არის მხოლოდ ევროკავშირისათვის და საქართველოს, რომელიც კანდიდატი ქვეყანა არის ევროკავშირში გაწევრების გზაზე, არ აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა თანხები შემოედინება ჩვენს ქვეყანაში. ხედავთ, რომ რაც ევროკავშირისთვის მისაღებია, ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიისთვის მისაღებია, ამის მიღებას გვიგზავნდნენ ჩვენ და პირდაპირ რუსულს უწოდებდნენ. ეხლა როგორც ჩანს, რუსული კანონის მიღებას თვითონ ევროკავშირის ბიუროკრატია აპირებს რომ მიიღოს. ევროპარლამენტის მიერ გამჭვირვალობის რეგულაციების გამკაცრების პარალელურად საქართველოში გერმანიის ელჩი ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს აკრიტიკებს, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონსაც. პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ამ კანონმდებლობებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ელჩი ოპოზიციასაც ახსენებს. ფიშერის ამ განცხადებას დიპლომატიური სტანდარტების კიდევ ერთ დარღვევად აფასებს მართველი გუნდი. შეგიძლიათ გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით. იგივე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. ლიბერალურ დემოკრატიაში მთავრობას არ შეუძლია აირჩიოს ოპოზიცია, არამედ მათ უნდა იურთიერთონ არსებულ ადამიანებთან. ის, რასაც ჩვენ გვიშლიდნენ და გვეუბნებოდნენ, თურმე როგორ შეიძლება აღნიშნული კანონების მიღება, დღეს თვითონ იღებენ. თვითონ დგავენ იმ ნაბიჯებს, ამკაცრებენ და იღებენ აღნიშნულ კანონ პროექტს, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი. ჩვენც მაგას ვაკეთებთ. ორმაგის სტანდარტის საუკეთესო მაგალითი აგერ, ელჩი, არ ვიცი, ელჩი დავარქვა თუ რა დავარქვა ამ ადამიანს, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერია. და აგერ არის საზოგადოებამ განსაჯოს ყველაფერი რასთან გვაქვს საქმე. საუბარი არის თუ არა გამჭვირვალობის კანონზე, იმ კანონზე, რომელსაც ახლა იღებენ და ამკაცრებენ ევროკავშირში. საუბარი არის თუ არა ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და ამ კანონის გაუქმებას ხომ არ ითხოვენ. ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩაწოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა, არის დეзинფორმაციული და ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობა ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოუწოდებთ, რომ ვენის კონვენცია წაიკითხოს სრულად, გაიაზროს მისი სულისკვეთება და თავი დაანებოს სრულის ტირაჟირებას. ქართული მართლმსაჯულების მორიგი აღიარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა და დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. საქმე ეხება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის და ამავე საქმისთვის გასამართლებული ირაკლი ფირცხალავას საჩივარს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა ის რეფორმებიც, რომელიც 2012 წლიდან სასამართლოს გაჯანსაღებისთვის გატარდა. მე კარგად მახსოვს და საზოგადოებასაც კარგად ახსოვს რა პროცესები იყო იმართებოდა დაწყებული ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან, რომელიც იშველებდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, გააგრძელებული და დასრულებული შემდგომ ეგრეთ წოდებული NGO სექტორის წარმომადგენლებით, რომლებიც გახვიროდნენ, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი პროცედურა არის ხარვეზიანი, არ პასუხობს დემოკრატიის სტანდარტებს, შეაჩერეთ მორატორიუმი გამოაცხადეთ, არ განაწესოთ მოსამართლეები. ამის საპასუხოდ ჩვენ რა თქმა უნდა არ შევაჩერეთ ეს პროცედურა და დღეს რას ხედავთ? მე ვფიქრობ ყველაზე ავტორიტეტულმა სუბიექტმაც დაადასტურა ფაქტობრივად ამ საქმეებში, რომ
შერჩევის პროცედურა არ ყოფილა თურმე ხარვეზიანი. ეს არის ჩემი აზრით საბოლოო დიაგნოზი იმ ორკესტრირებული კამპანიის, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარეობს, ეს კიდევ ერთი დარტყმა არის ამ ორგანიზებული კამპანიის. საერთაშორისო და შიდა აქტორებს ჩვევიათ ხოლმე. ეს არის მნიშვნელოვანი შეფასება მათ შორის უზენაეს სასამართლოს მოსამართლებთან დაკავშირებით, რადგან ევროპულმა სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა ძალიან დეტალურად მიმოიხილა ის რეფორმები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა და განსაკუთრებით თუ როგორ ხდება საქართველოში მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესება, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებაზე არის საუბარი, რომელთაც უფრო გამჭვირვალე და მრავალეტაპიანი გახდა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების გამწესება. გადაწყვეტილება ასევე მნიშვნელოვანია მეორე კუთხითაც, რადგან ერთ-ერთი მომჩივანი იყო ირაკლი ფირცხალავა, ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში მიეცა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ეს გადაწყვეტილება უნდა ჩავდოთ კონვერტში და გაუგზავნოთ ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს. აი ვეტინგს რატო ითხოვდნენ? გახსოვთ მოსამართლეების გადამოწმებას რატო გთხოვდნენ? რეალური მიზეზი რატომაც უნდათ ჩვენ სხვადასხვა სისტემაში საკუთარი ფეხის ჩადგმა იყო, რომ კონტროლი მოეპოვებინათ მათ შორის სასამართლო სისტემაზე. თუმცა ფორმალურად მაინც ამბობდნენ, რომ თითქოს რაღაც სისტემა მოსამართლეების არჩევის თუ დანიშნის არ იყო გამართული, მიუკერძოებლობა, ასე შემდეგ. აი მთელი ეს პროცედურა მოსამართლის დანიშნვის უზენაეს სასამართლოში განსაკუთრებით მთელი ეს პროცედურა სტრასბურგის სასამართლომ სასამართლო კონტროლში გაატარა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიუსელის მიერ მხრიდან მოსამართლეების არჩევის წესის კრიტიკა იყო ცრუ და ყალბი. ქრონიკის ინფორმაცია დადასტურდა გახარიას პარტია ზაზა თავაძემ დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მას სოციალურ ქსელში დაწერა. ქრონიკის ინფორმაციით ზაზა თავაძეს გახარიას პარტიიდან წასვლა ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე სურდა, თუმცა მაშინ მას პარტიის წევრებმა სთხოვეს არჩევნების წინ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას, ვისაც მოსწონდა ან მეტიც არ მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა. თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკა და განსხვავებული აზრიც ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშს გასაწევი. დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი, ალბათ უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს. კვლავ დავუბრუნდეთ ჩემს პროფესიულ საადვოკატო საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო კვლევითი პროექტი გერმანიაში, კერძოდ ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები. როგორც მე ვიცი, ის აპირებს დაუბრუნდეს თავის პროფესიულ საქმიანობას და იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი. მუშაობს მათ შორის სამეცნიერო მიმართულებით და ეს არის და ეს მიზანი, მისი მიზანი ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს არის. ესენი იყო ამ პარტიის სახეები, ხო? ზაზა თავაძე, ნათია მეზრიშვილი, თეონა აკუბარდია, ყველამ დატოვა, ხოლო თავად გახარია, როგორც ვთქვით, ახლა გერმანიაში სწავლობს თუ ასწავლის ვერ გავერკვიეთ, მაგრამ სტიპენდიატი რო არის, ეს გავერკვიეთ ამ ყველაფერში. ასე რომ კიდევ ერთხელ, სასაცილო არის. როდესაც მე ერთხელ ვიტყვი, ნებისმიერი პარტია, ორგანიზაცია, ჯგუფი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც საწყისში დგას ღალატი, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, რა თქმა უნდა, იმ პარტიას, იმ გაერთიანებას, იმ კავშირს არანაირი მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ შხამიანი თესლიდან მხოლოდ წარე ნაყოფი გამოდის. გახარიელებს რო კითხოთ ნაციონალურ მოძრაობის გახსენებაზე აჟრიელებთ, მაგრამ მათსავე წევრებში იყვნენ და არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მოქმედი წევრებიც და წარსულში ყოფილი წევრებიც, მაგალითად ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც იკავებდა უმაღლეს თანამდებობას და მანამდე იყო ათეიშვილის მოადგილე. იშლება ეს პარტია და თავის ამეთ პარტიის წევრებს რომ გახარია პატივს არცემს, ეს სტიპენდიატი ცდილობს რომ ადამიანები მიიტმასნოს ყოველდღე თავისი მიზნების განსახორციელებლად და შემდეგ ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს, როგორც ერთ-ერთ ქალბატონ აგუფარდიასთან დაკავშირებით გააკეთეს, მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის მიღებული დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასად.
ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოვლინება დაფასებს მმართველი გუნდი იმას, რაც საკალათბურთო მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინის სიტყვას მოხვა. გიორგი შერმადინმა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო თამაში ითამაშა. კალათბურთელი თითქმის 20 წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის დასრულების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის კარიერულ წინსვლაში წვლილი შეიტანა. სპორტის მხარდაჭერისთვის გიორგი შერმადინმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პრემიერ-მინისტრს. მის სიტყვას დარბაზში მყოფი რამდენიმე ადამიანის შეძახილი მოხვა. დღეს ძალიან ამაყივარო მე აი აქ ვარ მადლობა ღმერთო დღეს მე აი აქ გავარ თქვენ წინ და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ სახელმწიფოს პატრონი პრემიერის მეთაურობით დიდი მადლობა პატრონი პრემიერო რასაც ნაკრების საკითხი დიდი მადლობა ყველაფერთვის, რასაც ჩვენ ნაკრებისთვის აკეთებთ. ეს ყველამ ძალიან კარგად უცით და რა ვიცი, ყოველთვის ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით რა ამისთვის. და რა თქმა უნდა, არ შემიძლია თქვა ბატონი ჯავახი ხუხაშვილი, რომელმაც განზრახა. გაკვეთილია ყველასთვის, რომ მედროვეები არ უნდა გავიკაროთ მომავალში. ულოცავ უკრაინას მოგებას თბილისში. ქართული კალათბურთი ისევ ამოიწევს, როცა ქოცები გაქრებიან. გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი, არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემით და უსამართლოდ დაჩაგრულიც. ვინაიდან მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც. ნაცი რუსთაველზეც ნაცია, სტადიონზეც ნაცია და სპორტის სასახლეშიც ნაცია. ნაც რა უნდა უთხრა, როდესაც ამ დროს ეხა რამდენიმე ათეული ადამიანი რაღაც ესეთ აქციას ჩადის იქ. რა უნდა ველაპარაკოთ? ნაცია. 30 ცალი ნაცი რაღაცას თუ იმას იზავს, რა ვქია, გააპროტესტებს, ამას არცებითი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე ცუდი რა არის იმაში, როდესაც ადამიანი, რომელიც გამოხატავს მადლიერებას, თუნდაც სახელმწიფოს მიმართ, იმიტომ რომ სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა სპორტის მიმართულებით და თქვენ როგორ ფიქრობთ ის შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ სპორტში, იგივე კალათბურთში, იგივე ფეხბურთში, იგივე ძიუდო, ჭიდაობა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს შედეგები თქვენ როგორ ფიქრობთ, შემთხვევით მოდის? ლიბერალური ფაშიზმი მარცხდება მსოფლიოშიც. და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოში. ეს არის ეტალონი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, როგორ უნდა იყოს ქართველი და როგორ უნდა გაიტანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე. ადამიანი კარიერას ამთავრებს და აკეთებს განცხადებას და ამას შემდეგ მოაყოლებ იმ ძალიან სულდაბალს აქციას, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით, ზუსტად ეს არის გარედან მართული, დაფინანსებული და წახალისებული ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში გახლეჩილობის და ურთიერთობის ადამიანებს შორის ქიშბის ჩამოსაგდებად. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმიანება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთ წელზე მეტია საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს გარედან მართული ტერორი, რათა ხელისუფლება არადემოკრატიული გზით ჩაანაცვლოთ. რატომ იკლებენ დღეებს არ ვიცი, პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს 8 საათსა და წუთებზე, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე ელჩმა აქ ყოფმა გაიგესო დამარცხდნენ პირწმინდად ქართულ ხალხთან. პროტესტი, რომელიც მოდის მარტივი კაპრიზიდან, რომ უმცირესობა უნდა მართოს უმრავლესობა, რომ გარედან უნდა იმართოს საქართველოს ტერორი იმისთვის, რომ ანტიდემოკრატიული გზებით ჩაანაცვლო ხელისუფლება. ჩამოსული იყო 7 ქვეყნის სხვა კომიტეტების თავმჯდომარეები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და მათ შორის შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაშინ მოუწოდა პირდაპირ მაიდნისკენ ხალხს და რამდენიმე დღეში აუსრულეს ეს მოწოდება რადიკალურმა ოპოზიციამ, გამოვიდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ პარლამენტს. გახსოვთ თქვენ, რომ დაიწვა რამდენიმე ოთახი, ჩამტრეული იყო ყველა შუშა გარედან, რაც კი იყო ამ შენობაზე, იყო ცდილობა დაწვის, იყო პიროტექნიკის გამოყენება, 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე სხვა დროს ხმამაღლად მოსაუბრე ელჩს, არც ევროკომისიას, არც ევროპარლამენტს, არც რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ევროპას დღემდე, ხას უსვამ, დღემდე
არ დაუგმიათ ერთი სიტყვითაც ის ძალადობა, რომელიც მათი დაფინანსებული NGO-ებისგან, მათი მხარდაჭერილი პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ ჩვენ შარშან ამ დროს. აღმოაჩენს მოლოტოვის კოქტეილები პარტიების ოფისებში, დროას შეგახსენებთ. მათ შორის ქალბატონი ხოშტარია საჯარო განცხადებებს, რომ დიახაც ის ყიდულობდა მაშხალებს და ის და კვლავ იყიდიდა და მოისრიყო ამ ყველაფრის ორგანიზატორები. ისფეთის დღევანდელმა ხელმძღვანელმა რომ აღიარა, რომ შარშან ისინი ევროკავშირის ფულით ყიდულობდნენ აქციის მონაწილეობის და აქციის მონაწილეებს აძლევდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევ აღჭურვილობას. ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი. მან მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ ისმის ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით მუდმივად კრიტიკა. მისი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქართულ ხალხს არ უნდა საკუთარი ქვეყანა მეორე უკრაინა გახდეს. ეს ორმაგი სტანდარტი ევროკავშირი მუდმივად აკრიტიკებს საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც, სადაც ევროკავშირს ჩარევა სურს. ევროკავშირში NGO-ებისთვის გამჭვირვალობას ითხოვენ, თუმცა როცა სხვა ქვეყანას სურს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა, მაშინ ეს პრობლემაა. ისინი ამას რუსულ კანონებს ადარებენ. ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკური მიზეზების გამო აკრიტიკებს. ქართველმა ხალხმა შენიშნა თუ რა ხდება უკრაინაში და არ უნდა რომ მეორე უკრაინა გახდეს. მეორეს მხრივ საქართველოს მმართველი პარტია ქართული ოცნება წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც რეალურად ევროპული ღირებულებები უნდა იყოს. თუმცა გაკრიტიკებულია ევროკავშირის მეინსტრიმის მხრიდან. ქართულ ხალხს უყვარს თავისი ქრისტიანული მემკვიდრეობა და მისი შენარჩუნება სურს, თუმცა ევროკავშირი ამ ღირებულებების მხარეს არ დგას. რა თქმა უნდა, ეს არის დასჯა, ასევე თვალთმაქცური მიდგომაა, ვინაიდან ევროკავშირი ოფიციალურად მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, სხვა სახელმწიფოებისა და კულტურის პატივისცემას. თუმცა როცა ქვეყანა ცდილობს საკუთარი კულტურა და მემკვიდრეობა შეინარჩუნოს, მაშინ ევროკავშირი ამაში ჩარევას ცდილობს. ეს არის მორალური იმპერიალიზმი, რადგან ირწმუნებიან, რომ მრავალფეროვნებას ემხრობიან, თუმცა მიუღებელია ის მრავალფეროვნება, რომელიც მათ მონოკულტურას ეწინააღმდეგება, ასე რომ აქ ბევრი თვალთმაქცი ადამიანი გვყავს. 2025 წლის ოქტომბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6% შეადგინა, მიმდინარე წლის 10 თვეში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. ზრდის წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით მიდის წინ 7.6% ეკონომიკური და რეალური ეკონომიკის და 10 თვისა არის ძალიან კარგი შედეგი და ბუნებრივია წლიდან წლამდე საქართველოს უახლოვდება მიზანს გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. მიზანია რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორია, რაც უზრუნველყოფს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და ამ ტემპების შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობა ახორციელებს. საპატრიარქოს დელეგაცია მიტროპოლიტ თეოდორესა და გერასიმეს და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით დღეს წმინდა მიწიდან დაბრუნდა მათ პატრიარქს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის თეოფილე მესამის გულითადი მოკითხვა და საჩუქარი გადასცეს და სამდღიანი ვიზიტის შედეგები გააცნეს. და ბოლოს ისევ საქართველოს პარლამენტში რუსთაველის დარბაზში დიდი ქართველი მოღვაწისა და პოეტის მარო მაყაშვილის მამის საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო წელთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა საიუბილეო ალბომიც. კულტურის კომიტეტის ორგანიზებით და მხარდაჭერით მოხდა ამ პროექტის განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გვახსოვდეს და კარგად ვიცნობდეთ ჩვენი მამულიშვილების, ჩვენი დიდი ერის ადამიანების ცხოვრებას, მოღვაწეობას და მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ამ ადამიანების შესახებ. მადლიერება გამოვხატოთ და ყოველთვის გქონდეს ხსოვნა და პატივისცემა ამ ადამიანების მიმართ. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია, რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად, მე გემშვიდობებით, ნახვამდის.